თავი მეოცე. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: ისრაელიანებს უთხარი, თუ ვინმე ისრაელიანთაგან ამ მდგმურთაგან, რომელიც ისრაელში მდგმურობს, თავის ნაშიერს მოლოქისთვის გასწირავს, იგი უნდა ჩაიქოლოს. პირს მივაბრუნებ ამ კაცისკენ და მოკვეთ მას თავისი ხალხის წიაღიდან, რადგან თავისი ნაშიერი გასწირა მოლოქისთვის, რომ ჩემი საწმიდარი გაეუწმიდურებინა და ჩემი წმიდა სახელი შეეგინებინა. თუ ხალხი თვალს მოარიდებს ამ კაცს, როდესაც იგი თავის შვილს მოლოქისთვის წირავს და არ მოკლავს მას, მე მივაპყრობ პირს ამ კაცისკენ და მის საგვარეულოსკენ და ხალხის წიაღიდან მოკვეთ მას და მის კვალზე ყველა გაუკუღმართებულს, რომლებიც უკუღმართობენ მოლოქის კვალზე. თუ ვინმე ჯადოქრებს ამ კითხავებს მიმართავს, რომ მათ კვალზე იკუღმართოს, მე პირს მივაპყრობ მას და მოკვეთ თავისი ხალხის წიაღიდან. წმიდა ყავით თქვენი თავი და წმიდები იყავით, რადგან მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი. დაიცავით ჩემი წესები და შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი თქვენი გამწმენდელი. ვინც თავის მამას და დედას შეურაცხყოფს, უნდა მოკვდეს. თავისი მამა და თავისი დედა შეურაცხო, მასია მისი სისხლი. ვინც გაწყობილ ქალთან იმრუშებს, ვინც თავისი ახლობლის ცოლთან იმრუშებს, უნდა მოკვდეს როგორც მემრუშე კაცი, ისე მემრუშე ქალი. ვინც მამის ცოლთან დაწვება, თავის მამას სიშიშვლეს ახდის, ორივენი უნდა მოკვდნენ, მათსია მათი სისხლი. ვინც თავის რძალთან დაწვება, ორივენი უნდა მოკვდნენ, სისაძაგლი აქვთ ჩადენილი, მათსია მათი სისხლი. ვინც მამაკაცთან დაწვება, ისე როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი, უნდა მოკვდნენ, მათსია მათი სისხლი. ვინც ცოლად ითხოვს ქალიშვილს და მის დედას, ეს გარყვნილება იქნება. ცეცხლში უნდა დაიწვან კაციც და ქალებიც, რომ არ იყოს გარყვნილება თქვენ შორის. ვინც საქონელთან დაიჭერს კავშირს, უნდა მოკვდეს და საქონელიც უნდა მოკლათ. თუ ქალი საქონელთან სამაკინკლოდ მივა, მოკალი ქალიც და საქონელიც, უნდა დაიხოცონ, მათსია მათი სისხლი. ვინც წაიყვანს თავის დას, თავისი მამის ასულს ან თავისი დედის ასულს და ორივენი დაინახავენ ერთმანეთის სიშიშვლეს, სამარცხვინოა და უნდა მოიკვეთონ თავიანთი ხალხის თვალწინ. თავის დას სიშიშვლე ახადა, ცოდვა აწევს. ვინც წიდოვან ქალთან დაწვება და სიშიშვლეს გამოუჩენს, კაცის სადინელს გაუშიშვლებს და ქალის სისხლის სადინელს გამოაჩენს, ორივენი უნდა მოიკვეთონ თავისი ხალხის წიაღიდან. შენი დედის დას და შენი მამის დას სიშიშვლე არ გამოუჩინო, რადგან ეს საკუთარი ხორცის გაშიშვლებაა, ცოდვა დაედებათ. ვინც ბიცოლასთან დაწვება, ბიძის სიშიშვლეს გამოაჩენს, მათ ცოდვა დაედებათ, უშვილოები დაიხოცებიან. ვინც ძმის ცოლს ითხოვს, ეს აღრევა იქნება, ძმის სიშიშვლე გამოაჩინა, უშვილოები იქნებიან. დაიცავით ყველა ჩემი წესი და ყველა ჩემი სამართალი. შეასრულეთ ისინი, რომ არ გადმოგანთხიოთ მიწამ, სადაც შეგიყვანთ საცხოვრებლად. ნუ მოიქცევით იმ ხალხთა წესებზე, რომლებიც უნდა ავყარო თქვენგან, რადგან ყველაფერს ამას ისინი სჩადიოდნენ და მე განუურისხდი მათ. მე გითხარით, თქვენ დაისაკუთრებთ მათ მიწაწყალს, მე გაძლევთ მას დასასაკუთრებლად, ქვეყანას, სადაც რძე და თაფლი მოედინება. მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგარჩიეთ სხვა ხალხებისგან. გაარჩიეთ ერთმანეთისგან წმიდა და უწმიდური ცხოველი, წმიდა და უწმიდური ფრინველი და ნუ წაიბილწავთ თავს ცხოველით, ფრინველით და ყველაფრით, რაც კი დედამიწაზე დახოხავს, რომლებიც გაგიცალკევეთ, როგორც უსურმაგნი. წმიდები იყავით ჩემთვის, რადგან წმიდა ვარ მე უფალი და გამოგარჩიეთ სხვა ხალხებისგან, რომ ჩემი ყოფილიყავით. თუ ვინმე აღმოჩნდა თქვენში ჯადოქარი ან მკითხავი, კაცი იქნება თუ ქალი უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლონ, მათსია მათი სისხლი.